ეხლა უნდა ვესწავლოთ აი ამ ზომაზე. დავამაგრებთ ესეც ამიზნეს შუაზე ზუსტად 10 ნომერს ვეცვით 35 მეტრაზე, 3 ნომერს ვეცვით 50 მეტრაზე. უნდა ვესწავლოთ პირველი მედაზურა 10 ნომერს. ესე გამოიყურება 35 მეტრაზე ნასროლი 10 ნომერი რა. ვესწავლოთ 3 ნომერის აფანტი და ნახოთ 3 ნომერზე რაც იწევს. საშინელი შედეგი იყო, იმიტომ რომ დაბლა მომივიდა სროლა. როგორც არის ფუცელი პატარა იყო და ეხლა ნახოთ რა შედეგი გამოვა რა. ნახევარ ჩოქი. თუ გამოდი 1-2 შეგვიხარე რა. მოკლედ ჩვენი ზურაც და მორიდებული ყავს. ოპა. აბა ემოციები, ბექა ემოციები. მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ეხლა ვართ ამოსულები სასროლად, უნდა ვიცროლოთ რამდენიმე ვაზნა მიზანში, იმიტომ რომ ჩვენმა წინა ვიდეომ გამოიწვია ძალიან ბევრი აჟიოტაჟი რა. არ აქონა შესაბამისად გამზადებული სამიზნეები, ანუ პატარა იყო ზომაში. შესაბამისად გაშლა ვერ ვნახეთ რა. ეხლა უნდა ვესწავლოთ აი ამ ზომაზე. ამ ზომაზე დავამაგრებთ ესეც ამიზნეს შუაზე ზუსტად და ვესვით 3 ნომერს. ვესვით 2 იარაღიდან. ეს 3 ნომერი იქნება ახალი დენტით დატენილი, რომელიც დოზები გაინტერესებდათ, ბევრმა მკითხა და 19 ზონა გაყოთ, ესე იგი, რამდენ გრამიანსაც დენით და მე კიდე უნდა ვესწავლოთ. ეს არის ესეც ჩვენ დატენილია, ოღონდ ეს არის 32 გრამიანი 10 ნომერის აფანტი რა. მოკლედ გავტესტოთ ამ ვაზნებს და ნახავთ ეხლა რეალურად რა შედეგი გამოვა რა. მეტრიანით გადავზომოთ ზუსტად რომ გავიგოთ რამდენი მეტრაზე უნდა ვესროლოთ. 10 ნომერს ვესვით 35 მეტრაზე, 3 ნომერს ვესვით 50 მეტრაზე სავარაუდოდ რა. გადავზომოთ და შემდეგ უკვე ნახავთ როგორი შედეგები გვექნება. დავამაგრეთ ცილინდრი ჩემი არაღზე. უნდა ვესროლოთ პირველი მედაზურა 10 ნომერს. 10 ნომერს ვესვით პირველს და ვნახოთ 10 ნომრით რა შედეგი გვექნება 35 მეტრაზე. ანუ 35 მეტრა აღებული აი ეს პირდაპირ და ნახავთ ახლა როგორ შედებს 35 მეტრა ცილინდრით. აქედან მე რა? ხო, მე იქიდან მე. აი აბა ეხა ნახოთ რა გამო. მოკლედ მოვიტანეთ ეხა მიზნები, დავთვლით ზუსტად რაოდენობას და მერე უკვე ვესროლოთ შემდეგი ნომერი და მერე სულ ყველას ერთად შეჯამებას ერთად გავაკეთეთ. ეხა დავთვლი მე რამდენი ცალი გამოვიდა 35 მეტრზე ნასროლი 10 ნომერი. ესე გამოიყურება 35 მეტრაზე ნასროლი 10 ნომერი რა. შეხედეთ აი განლაგება როგორი აქვს. წითელი მონიშნული 35 მეტრა ნასროლია ცილინდრით. ჩემი ტოპი არის 76 სანტიმეტრიანი ლურით და მოხდა 504 ცალი საფანტი. თვითონ უშუალოდ მიზანში აი ნახეთ რა მაგრეთაა გაშლი, ანუ ფანჯარა ფაქტიურად არ აქვს დატოვილი. არსად საერთოდ, ანუ მწყერი ფაქტიურად ვერ მიდის აქედან რა. ეს არის წვრილი ნომერი, 10 ნომერის საფანტია. ეხლა ზურათვლის და ნახოთ აბა რა გამოვა. ეხლა ზურათ, ანუ შედეგს ვთვლი რომ არის იდეალური. ამაზე უკეთეს თუ შედეგი თუ შეგიძლიათ თურმე დააფიქსიროთ, ჩამიგდეთ პირდაპირ სურათი და ვიდეო. რა თქმა უნდა, ოღონდ 35 მეტრა
ზუსტად 35 მეტრა უნდა იყოს და არა 25, 20 და ასე შემდეგ რა. 35 მეტრაზეა ეს ნასროლი ზუსტად. ესე გამოიყურება ზურასი. 354 ცალი აქვს მორტმული ზურას იარაღს. ჰა? ოღონდ ზურას აქ ნასროლი რამდენი მეტრი იყო? მეტი არ იქნება. რამდენი? 5 მეტი არ იქნება. 5 მეტრით? სადღაც 40 მეტრაზე ესროლა, 5 მეტრით მეტი აქვს ნასროლი. 40 მეტრი, 354 ცალი. იარაღი არის დოლუნაი, 71 სანტიმეტრიანი. ნახევარჩოქი გიყენია რა. ნახევარჩოქი. მოკლედ, აი, ავიდანაც წერი ჩათვალეთ, რომ ვერსად ვერ მიდის. 40 მეტრაზე. შიგნით იმაში თალში აქ რამდენია მოთხოვნა. ნახეთ ახლა შუაში. ანუ ზუსტად მიტანილი რამდენი ცალი, ანუ იდეალური მიტანა. ახლა მოკლედ გადავიდეთ მსხვილზე უკვე. ვესროლოთ 3 ნომერი საფანტი და ვნახოთ 3 ნომერზე რა ისავს. 3 ნომერი მაქვს ჩადებული, ვესვით 50 მეტრაზე. აი პირდაპირ არის ჩვენი სამიზნე მოთავსებული 50 მეტრაზე ახალი დატენილი წამლით და ვნახოთ რა შედეგს მოგცემთ რა. წინაზე საშინელი შედეგი იყო, იმიტომ რომ დაბლა მომივიდა სროლა. როგორც აგიხსენით, ფურცელიც პატარა იყო და ეხლა ვნახოთ რა შედეგი გამოვა რა. ნახევარ ჩოქით. და მე ვცდი უკვე ცილინდრითაც მაინტერესებს, ცილინდრით რა ისავს ამანტი. მე მგონი ზუსტად მიაყარა რა. სანამ ზურა ჩვენ ამბავს მოგვიტანს, მე დავამზადებ კიდევ ერთ მიზანს, რომელიც იქნება განკუთვნილი ახლა უკვე ცილინდრისთვის. და ზურა მოიცა ბარე მის დადე რა. აი დაბლადებს აი. მაგრამ რა გინდა? არაფერი არა მომე. აი წამდოვაკა. ეხლა დავიწყებთ 3 ნომრის დათვლას და ვნახოთ რამდენი ცალი აქვს მოთხოვილი რა. მოკლედ. აი შედეგი გვაქვს ეგეთი რა. 50 მეტრაზე ვესროლეთ. 3 ჭრილიანი ჩოკით, 3 ნომერი. მოხდა 76 ცალი საფანტი. აი როგორია განლაგება, ანუ ფაქტიურად აქედან ფრინველი ვერ საიდან მიდის, ჭიბეები არ აქვს. შუაში. ნახეთ როგორ აქვს დალაგებული. ანუ შვენიერ და აქვს შუაშიც დალაგებული. ამაზე მაინტერესებს რა კომენტარი გექნებათ უკვე ამ ნასროლზე. გადავიდეთ. ეხლა ისა გვაქვს დოლუნაი. აი მეგობრებო დოლუნაი. 61 ცალი, ანუ შედეგი რატო მიაქვს, ჩემი არ აქვს უფრო მეტი, თუ დაგაინტერესებთ. მიზეზი არის ის, რომ ჩემი ტოპი არის 76 სანტიმეტრიანი ლულით. ის არის 71 სანტიმეტრიანი ლულით. იდეალური შედეგი. ანუ მითხარით იარაღი, რომელიც ამაზე უკეთეს შედეგს დადებს, თავის ფასებიდან გამომდინარე. ზუგა, მოდი 2-2 წუთი შეც მითხარი რა. არა მე ხარ. მოკლედ ჩვენი ზურა ცოტა მორიდებული ყავს. ეხლა უნდა ვესროლოთ ცილინდრიდან რა. 3 ნომერს ვესვრი ისე, ოღონდ ცილინდრიდან და ვნახოთ ეხლა რა შედეგი გვექნება და შემდეგ უნდა ვასროლოთ და ჩვენ ოპერატორს. ვნახოთ აბა როგორი მიზანი აქვს. ეხლა დავაყენე ცილინდრი და მიდევს 3 ნომერი და ვნახოთ 50 მეტრაზე ცილინდრით რა ისავს 3 ნომერი. აბა ზურა ეხლა შემესროლე. ზურა ესვრის ეხლა რა ნომერს ესვრი? ჰა? 7 ნომერია. აჰა, შვენივრად მიიტანა. მოდი დავაკვირდეთ ზურას შორიდან ერთი წამით. ზურა გიყურებ ზურა. რა მაგრაცა ჩახარიცი? გინდა გაგახედოთ მეგობრებო აი. აცა დაანახოთ რა. დანა. მოკლედ ცილინდრმა ჩაისვარა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
26 წელი აქვს მოხვედრილი ცილინდრით 3 ნომერი, ანუ 3 ნომერი იდეაში ცილინდრით არ უნდა ისროლოთ რა. 50 მეტრაზე კიდე მით უმეტეს. 3 ნომერი უნდა ვესროლოთ მეგობრებო ნახევარჭოკით. თუ რა რას ისვი ხა? და მოიჭედე საკუთარ შევახედოთ ეს შვიდი შენი. ეს არის მეგობრებო მეტილები მათი არ გამოჩნდება. 7 ნომერი. ეს არის ვარდა. ნახევარჭოკით ესვის ზურა ყოველთვის რა. ერთი მე ვარ ხოლმე რომ ჩოკებს სხვადასხვა ქვეყნის მეგონი. მოკლედ ეს არის 5 ნომერი საფანტი რა. შვენიერი შედეგი ესეც. აი მის ზუსტად წერტილზე მიტანილი გვაქვს 1 2 3 ცალი პამპატარა რგოლში. დანარჩენი გვაქვს ესეთი გაშლა რა. შვენიერი შედეგი გვაქვს. ეხა ჩვენი ოპერატორი ესვრის მიზანში და ნახოთ აბა რას იზავს. აბა ეხა ბექუნა ემზადება სროლისთვის. ბიჭო რაღაცა უცნაურად გიჭირავს. ცოტა კარგად მიიდე მხარზე. ნახოთ აბა ბექა რა შედეგს დადებს. ოპა. აბა ემოციები ბექა ემოციები. კეთები. ნახოთ აბა ეხა როგორი შედეგი დადო ბექა. ეხა მივალ და შევამოწმებთ. ეხა მე ვესვრი, მოკლედ 25 მეტრაზე. ბექა მესროლა 25 მეტრაზე 3 ნომერი ზუბერი. ეხა მე ვესვრი 25 მეტრზე 3 ნომერი ზუბერს. ნახოთ აბა. აი. მოკლედ მეგობრებო. წითელი არის ჩემი ნასროლი. შავია ჩემი ოპერატორის ნასროლი. ოპერატორმა მოიგო აღიარეთ, ანუ შვენიერი სროლელი ყოფილა პირველი სროლისთვის, ამიტომ ზურა სანადიროდ უნდა წავიყვანოთ ხოლმე ეს კაცი. ნახე რა მაგრა ესვის. Absolut. აი ეს არის უზბეკას. 114-ით 106. 114 106 მომიგო. მოგე. მაგრამ ნახეთ ახლა საინტერესო რა არის, უყურეთ. ანუ მოდი შევადაროთ ჩვენ დატენილ ვაზნებს რა. ეს არის 50 მეტრაზე და შეხედეთ რა მაგრათა აქვს გაშლილი, ანუ თლიან ფურცელზე აქვს ერთნაირად ერთ დონეზე გადაშლილი. ზუბერს რა შეეხება? ნახეთ ორივე შემთხვევაში, ორივე სროლის შემთხვევაში. მარჯვენა მხარეს აქვს აღებული. მარცხენა მხარეს უფრო სწორად, ანუ დავუშვათ ეს რო ყოფილიყო ჩემი ბრალი მარცხნივ წამივიდა, ხო შეიძლება ბექასაც მარცხნივ წასვლოდა. 50 მეტრაზე წარმოიდგინეთ თქვენ რას იზავდა, ანუ 50 მეტრაზე ესე შედეგს ფიზიკურად ზუბერი ვერ დადებს რა. ეს ვაზნა გვიჭდება ჩვენ ლარი და 30. ეს ღირს ლარი და 65. ხო და თუ გინდათ კარგი შედეგი უნდა დატენოთ სახლში და ახალი წამვლით. და თუ გინდათ წერძე ძალიან მაგარი შედეგი, წელი ფაქტურად გაპუტული ჩამოვაგდოთ. უნდა დატენოთ 30 გრამზე და ნახავთ აი ამ შედეგს რა. იდეალური შედეგი დღევანდელი ჩვენი ტესტირებების. რა ის იყო მეგობრებო დღევანდელი ტესტირება. სპეციალურად გადავიღე იმისთვის რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა და შედეგიც შესაბამისი გვაქვს და უკვე შეგვიძლია თამამად ვილაპარაკოთ როგორი არის ჩვენი ახალი დენთი რა. სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ნახავთ ხოლმე კიდევ საინტერესო ვიდეოებს.